პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წლის თებერვლიდან გამოაცხადა ტენდერები ჩოხატაურის, ოზურგეთის, მცხეთის, ნინოწმინდის, დედოფლის წყაროს, გორისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების პროექტირება მშენებლობის თაობაზე. გამოცხადებულ ტენდერებში გასამარჯვებლად ბრალდებულებმა დაამზადეს და სხვა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად კომპანიის სამუშაო გამოცდილების შესახებ ყალბი აუდიტორული დასკვნა წარადგინეს. ტენდერებში გამარჯვების შემდეგ ბრალდებულებმა მუნიციპალური განვითარების ფონდისაგან საამასო თანხების ჩარიცხვა ვითომ და ბაღების სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად წინსწრებად მოითხოვეს და მიიღეს, ისე რომ ძირითად შემთხვევაში ჯერ კიდევ არ ჰქონდათ საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი დამზადებული. შედეგად საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების მიზნობრიობით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ფონდისაგან თაღლითურად დაეუფლინენ 9.365.000 ლარს, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები არ შეასრულეს. თაღლითურად დაუფლებული თანხებისათვის კანონიერი სახის მისაცემად ბრალდებულებმა 1.211.000 ლარის სრულად გადარიცხეს მათივე საკუთრებაში არსებულ სხვა კომპანიის საბანკო ანგარიშზე, თითქოს და გასაწევი მომსახურების ავანსის მიზნობრიობით, რაც შემდგომში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენეს, მათ შორის ცესხის დასაფარად, რითაც საბოლოოდ მოახდინეს დანაშაულებრივად დაუფლებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ლეგალურ ფინანსურ სისტემაში გაშვება და ინტეგრირება. დაკავებულებს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.